Please loudly, shut up, man. You in English, you get the follow en español. პედი პიმბლეტი კვლავ ამტკიცებს, რომ ილია თოფურიასთან მომავალი შეხვედრა გარდაუვალია. თუმცა ის ასევე აფრთხილებს გულშემატკივრებს, რომ ყოფილი ჩემპიონი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. მას შემდეგ, რაც ჯასტინ გეიჯი მისი სუსტი მხარეები ყველას დაანახა. ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში უდიდესი ფაქტორი ის იყო, რომ შენ ნამდვილობებში ხარ უამრავი უმძიმესი ბრძოლა გადაგიტანია. ილიას კი სერიოზული პრობლემები მხოლოდ ჯაი ჰერბერტთან ჰქონდა. ასევე იუსუბზალალმა შეუქმნა გარკვეული სირთულეები, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. შენ კი ისეთი მძიმე, ქუჩური ორთაბრძოლები გავს გადატანილი, რომ უკვე სრულიად კომფორტულად გრძნობდი თავს ასეთ გაცვლებში. შეჩვეული ხარ გაცვლებს და იცი, რომ არ გატყდები, იცი, რომ თუ სხეული გაგიძლებს, ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებ. არ ვფიქრობ, რომ მას მსგავსი რამ ოდესმე გამოეცადოს, ამიტომ როდესაც მეორე რაუნდში არ გატყდი. ვფიქრობ, მან შეცდომა დაუშვა და მგონი მართალიც ხარ. როდესაც თქვი, რომ მან შეცდომა დაუშვა, როდესაც ბრძოლა პარტერში გადაიყვანა და შემდეგ მან სხეული დაგიზიანა. გუშინ ტრევორსაც ვუთხარი, რომ მის მიერ სხეულში მოყენებული ტკივილი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც გავიმარჯვე. მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, მინდა ვიყო მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი და გავხდე პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ლივერპულიდან. მე ამას გავაკეთებ, ვიცი, რომ ეს ჩემი ბედის წერაა, ვიცი, რომ ეს ჩემი ხვედრია. იქნება ეს შემდეგი ბრძოლა, თუ მომდენოათი ბრძოლა მე მაინც გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი. აი ასე, მარტივად. გინდათ, რომ შემდეგ ბრძოლაში ჯასტინს შევხვდები. თუ გინდათ იმ დიდაპირს შევხვდები, თუ გინდათ ჩარლზს შევხვდები, ნებისმიერი მიიღებს თავისას. სუმუქი დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძოლაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას დაპირისპირებას გულისხმობ. ეს ორი უკვე დიდი ხანია ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათ ძალიან სწულთ ერთმანეთი, მუდმივად შეურაცხყოფდნენ, დაწყლეს ბოთლებსაც კი ესროდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთს ყველაფერი უწოდეს. ისინი UFC-ის ოქტაგონის ცენტრშიც კი დადგნენ მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. პიმბლეტი გალიაში შევიდა, პირისპირ დაუდგა და ილია თოფურიას გამოწვევა დაიწყო. ჩვენ 5 რაუნდი ვიბრძოლეთ და ეს ძალიან კონკურენტული ბრძოლა იყო. ასე რომ ხვდები, ამით კმაყოფილი უნდა იყო. მე არ დავნებებული ვარ მაინც ბოლომდე ვიდექი. ეს სწორედ ის საკითხია, რაზეც კითხვის დასმა მინდოდა. რას ვფიქრობ ილიაზე ახლა? ცოტა სევდიანია, როგორ შეგიძლია იჯდე იქ საკუთარ თავს მსოფლიო ჩემპიონი უწოდო და მე დანებდე, როდესაც საქმე რთულდება. ნამდვილი ბრძოლები ასე არ იქცევიან. ილიას წარმატებების ფონზე, როდესაც ის სამ დივიზიონში ჩემპიონობაზე საუბრობდა, ჩანდა, რომ თქვენი ბრძოლა შესაძლო 10 შემდგარ იყო. თუმცა, ახლა ეს სრულად რეალური სცენარია. არის ეს ის, რაზეც ვფიქრობ. ყოველთვის მინდოდა მასთან ბრძოლა და ვფიქრობ, გარდაუვალია, რომ ოდესმე მას შევხვდები. ეს უბრალოდ გარდაუვალია. ჩვენი კარიერის რომელიღაც ეტაპზე ჩვენი გზები გადაიკვეთება, ასე მარტივად. თუმცა ჯასტინ გეიჯი მომიგო და მე ვთქვი კიდეც, რომ ილიასაც დაამარცხებდა, რადგან ვიცი, რომ ილიას მეც დავამარცხებ. როდესაც პედისა და თოფურიას გზები პრეს-კონფერენციებზე იკვეთება, მათი დიალოგი მშვიდ გარემოში თითქმის არასდროს მიმდინარეობს. წოვე რეპლიკები ორივე მხრიდან თითქმის ყოველ ჯერზე იფრქვევა, როდესაც ისინი ერთ ოთახში აღმოჩნდებიან. ყოველი ახალი შეხვედრა კი მხოლოდ ნავთს ასხამს იმ ცეცხლზე, რაც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პირადულ და პრინციპულ დაპირისპირებად ყალიბდება. ამ დაპირისპირებას ამწვავებს პედი პიმბლეტიც. მან დაიშულა კრიტიკა ილია თოფურიას მისამართით, ჯასტინ გეიჯისთან მასხის გამო და ეს მასხი მათ უწყვეტ სიტყვიერ ომში მოლიკ იარაღად გამოიყენა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს მასხი უბრალოდ ცუდი საღამო კი არ იყო, არამედ ილიას რეპუტაციის სერიოზული ბზა, რაზეც ხაზგასმას არ მოერიდა. ილია, შენ დანებდი. იძულებს გაგხდიდი, რომ დანებებულიყავი. ჯასტინის მხრიდან შესანიშნავი დარტყმა იყო. გეიჯი ყოველთვის ფინიშზე მიდის. ვიცი, რომ მას შეიძლება თავი ღიად დატოვოს, როცა მეტისმეტად აგრესიულად ცდილობს მეტოქის დანუკაუტებას, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ბიჭს ისეთი დარტყმის ძალა ჰქონდეს, როგორც ადრე. შენ ცხოვრებაში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ძმაო, ახლა კი შეხვდა და პატარა ბავშვი დანებდი. მე მასთან 5 რაუნდი ვიბრძოლე. კაპს კბილებით ვიჭერდი და ბოლომდე ვუხტყამდი. პედიმ განაგრძო და აღნიშნა, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან მასხის შემდეგ იგივე მებრძოლი ვერასდროს იქნება. მისი თქმით, ასეთი მასხი მომავალ ბრძოლებზე ყოველთვის ტოვებს წარმოუშლელ გვალს. ღმერთო ჩემო, პატარა გოგოსავი დანებდი. ჩემი სახე იმაზე უარესად გამოიყურებოდა ვიდრე შენი.
ჯასტინ გეიჯი, ოჩახ ძმაო, აბსოლუტური ჩემპიონი ხარ. შენი კარიერის შემდეგ ამას ემსახურებ. ახლა კი რევანში სწორედ მე მინდა, მე ვაპირებ ბენუას დაფინიშებას და მე ჯასტინ გეიჯისთან რევანში მინდა ქამრისთვის. ხომ გითხარით ან მოგიტყვიებიათ მეთქი ეს ბედის წერა იყო. ჯასტინ ძმაო, შენ ამას ემსახურებ იმ უმძიმესი კარიერის შემდეგ რაც გაიარე. აბსოლუტურად ემსახურებ ძმაო. ყველამ გამაკრიტიკა მასთან და მასხების გამო დაახლა რა სიტყვით ახლა ძმაო. ეგონა რომ ის უკვე დასრულებული იყო. 38 წლის იყო და თავის დრო წასული იყო. მან კი უბრალოდ გწემა. შენ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლო. მეორეს მხრივ, MMA-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როგორც ახალმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ პირველი ტიტულის დაცვა არმან ცარუკიანის წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს. ეს მსუბუქი დივიზიონისთვის მართლაც შთამბეჭდა ახალთავად ითვლება. ცარუკიანის რეიტინგის ტოპებში ყოფნის გათვალისწინებით ეს წყვილი ოფიციალურ გამოცხადებამდეც კი უდიდეს ინტერესს იწვევს. არ ამგონია ილია ოდესმე ისეთივე დაბრუნდეს მართლა. მესმის რასაც ამბობ, რადგან ამას ყველაფერი შეცვლა შეუძლია. მანამდე არასდროს წაუგია, მე 18 წლის ასაკში წავაგე ძმაო და მე ხელახლა მომიწია საკუთარი თავის საწყობა. მე ისევ წავაგე 21 წლის ასაკში, როცა მეკონა რომ დაუმარცხებელი ვიყავი, მაგრამ მას არასდროს წაუგია და უკვე 29 წლისაა. მისი მთელი აურა იმაზე იყო აგებული, რომ დაუმარცხებელი ვარ და ვერავინ დამამარცხებ. ახლა კი ჯასტინ გეიჯიმ დაამარცხა მისივე სიტყვებით რომ ვთქვა 38 წლის მოხუცმა. ჩემთან მოგების შემდეგ წავიდა და 4 რაუნდის განმავლობაში სახე უბრალოდ გაუერთიანა. თლად მასეც არ ყოფილა, მაგრამ მართალი ხარ. მან ის დამაჯერებლად დაამარცხა და იძულებული გახდა დანებებულიყო. ამ მარცხს მიღმა არიელ ჰელვანემ და მისმა სტუმარმა თოფურიას მომავალზე განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს. მათ აღნიშნეს, რომ ეს მარცხი მას სინამდვილეში ათავისუფლებს უდიდესი მოლოდინების ტვირთისგან და საშუალებას აძლევს საკუთარი თავი იდეალურობის წნეხის გარეშე ხელახლა აშენოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ზუსტად არ უწინასწარმეტყველებიათ, როდის დაბრუნდება ის მტულო ბრძოლა არმასა და ჯასტინ გეიჯის შორის უნდა შედგეს. როგორც ყველანი ვამბობდით, მეგონა ეს მოხდებოდა. როცა მან პედისთან ბრძოლა მიიღო, ვფიქრობდი, რომ სამართლიანიც იყო, მაგრამ ეგ არის და ეგ. ჩემი აზრით, დიახ, არმანი მზად იქნება რევანშისთვის. ვფიქრობ, ილიას აღდგენისთვის დრო დასჭირდება. არ ვარ დასწმუნებული, რომ ქამრის მოგება და მისი არ დაცვა დაუყოვნებლივ რევანშის ემსახურებდეს. დიახ, ვფიქრობ, ეს არმანი უნდა იყოს. ყველა ეჭვისა და მარცხის მიუხედავად თოფურიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ რევანშისთვის დაბრუნებას აპირებს. ის არ აძლევს უფლებას არსებულ პროგნოზებსა თუ გარე კრიტიკას, რომ მისი თავდაჯერებულობა შეარყიოს. მან ეს სიტუაცია დაუსრულებელ საქმეს შეაბასა და განმარტა, რომ არ აპირებს წასვლას ან არსებული შედეგის საბოლოო სიტყვად მიღებას. ახლა მასზე წნეხი მოიხსნა. მას ჯასტინ გეიჯისთან უკავდება ისე უნდოდა, რომ ვფიქრობ, ეს მის საზიანოდ შემოbrunდა. ის გეიჯისთან ომში შევიდა ისე, როგორც ადრე არასდროს გაუკეთებია. და არ ვფიქრობ, რომ ეს სჭირდებოდა, უბრალოდ მისი ნოკაუტში ჩაგდება სურდა. რადგან მოლოდინები ასეთ მაღალ დონეზე ჰქონდა აყვანილი, ახლა ეძლევა შანსი ამაზე საერთოდ აღარ იდარბოს. ახლა მას აქვს შესაძლებლობა რომ თქვას, მე მასზე განვიცადნი, მაგრამ გამოვედი, კარგად ვარ, მაინც განგსტერი ვარ და ის საკუთარ თავს ხელახლა აშენებს. თუ ვინმე ილია თოფურიას აქციებს ყიდის, მე ყველაფერს ვყიდულობ, თითოეულ მათგანს შევიძენ. თოფურიას აღდგენის პროცესზე საუბრისას ბისპინგი აღნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ დაახლოებით 6 თვე ჩამოშორებას ყოფს. მისესი თვალის ბუდიზვლების მოტეხილობაა, რაც მან ამ ბრძოლაში მიიღო. ეს აღდგენითი პერიოდი კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს დივიზიონში მისი შემდგომი ნაბიჯებისთვის. ბისპინგის თქმით, ასეთი ტრამვის შემდეგ სიჩქარე დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს ფურიას ოქტაგონზე სანახავად გარკვეული დროით მოცდა მოუწევთ. ჰეი ჯასტინ გელოცავ, შენ თქვი რომ ჩემს სახელზე კვალს დადოვებდი და ასეც ქენი. უმაღლესი კლასია. პირველსავე რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა წამასვე. მეორე რაუნდის ბოლოს კი მასცხენაშიც. არანაირი გამართლება. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო საწვრთნელი ბანაკი გავიარე. კარგად მომზადებული ვიყავი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო. ასეთი ამ სპორტის ბუნება. დიდი ბადატკივილი გვერდ-გვერდკანა. ურჩები, დავისვენებ და დავუბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო საშიში. და მესმუნეთ, ჩვენი ისტორია ამით შორს არის დასრულებისგან. ეს უბრალოდ უმაღლესი დონეა. ჩემთვის ეს გასაკვირად ყოფილა წარმოუდგენა, რომ მარცხის შემდეგ ასეთი ღირსეული იქნებოდა. ვიცი რომ ბრძოლამდე ყველაფერს წინასწარმეტყველებდა, ზეიმობდა და შოუს დგამდა, მაგრამ არ მიგვიც რომ ახლა ასეთი კლასით იქცევა. ამას ყველა დიდ ჩემპიონში დაინახავთ. მათ შორის უკვე არსებული უზარმაზარი დაძაბულობის გათვალისწინებით, ბისპინგი ვარაუდობს, რომ თოფურიასა და პიმბლეტის ბრძოლას ყველა მონაცემები აქვს ნამდვილ ბლოკბასტერად გადასაქცევად. ის ხაზს უსვამს იმ დაძაბულობას, ისტორიასა და ვარსკვლავურ ავტორიტეტს, რაც ორივეს აქვს. მისი თქმით, პირადული მტრობისა და მასობრივი ინტერესის ეს სინთეზი სწორედ ეს ფორმულაა, რაც ჩვეულებრივ ორთვა ბრძოლას ნამდვილ ისტორიულ მოვლენად აქცევს. ბრძოლად, რომლის ორგანიზებასაც UFC-ს მხრიდან რაც შეიძლება სწრაფად ისრულებდა. მას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება დასაბრუნებლად. თვალის ბუდის ორივე ძვალი გაუტყდა. საერთოდ არ მეკვირს ტიპი სულ ჩალურჯებული იყო. სახე და ცხვირი სრულიად დასრებული ჰქონდა, მაგრამ ის დაბრუნდება კარგად იქნება.
იქნება თუ არა ისეთივე როგორიც ადრე? არ ვიცით, უნდა ვივარაუდოთ. ვფიქრობ ის თუ როგორ ეჭირა თავი ილია თოფურიაზე ბრძოლის შემდეგ, უმაღლესი კლასი იყო. სადაც წავიკითხე, რომ ძმა მივიდა მასთან და ჰკითხა, როგორ ხარო, მან კი უპასუხა, თავარია, ხალხმა ისიამოვნა ბრძოლით. ეს იყო ერთადერთი რამის ცოდნად სურდა და ეს მართლაც ფენომენალური ბრძოლა იყო ამ წლის, თუ საერთოდ არა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. თოფურიამ ახლახან წააგო გეიჯისთან, ასე რომ ორივეს მარცხი აქვს. და თუ პედი გაიმოჯებს, ილია თოფურია კი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია, ასე რომ ეს მაინც ძალიან ლოგიკური წყვილია. ამ ორ ზურს ერთმანეთი ბრძოლის მოსამზადებელ ეტაპზე უამრავი დრამა იქნება და პირადად მე ძალიან მინდა ვნახო, როგორ წერტილს დასვამენ ამ დაპირისპირებაში. როდესაც სტილისტურ შედარებას ვაკეთებ და ვითვალისწინებთ რა აჩვენა პედიმ ჯასტინ გეიჯისთან და იმ ფარს რომ 5 რაუნდი გაძლო, ეს მართლაც ძალიან საინტერესო ორთა ბრძოლა იქნება. Get out of here. And when you consider the stylistic matchup and what Paddy showed against Justin Gaethje, and the fact that, yeah, he did go 5 rounds, right, it would be a very interesting. პედი პიმბლეტმა უპასუხა გარეთ არსებულ კრიტიკას და უარყო კრიტიკოსების მხრიდან მოლოდინების მუდმივი ცვლა. ვინმეს კონკრეტული სახელის დასახელების ან პრეტენზიების გამოთქმის გარეშე. მან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, მისი პრიორიტეტი გამარჯვებების მოპოვებაა და ადამიანების აზრის შეცვლა, ვისაც შეხედულება უკვე ჩამოყალიბებული აქვს. როდესაც ორი ასეთი მაღალი პროფილის მებრძოლი ყავს, როგორც პედი პიმბლეტი და ილია თოფურია არიან და მათ შორის არის ამხელა დაძაბულობა, ამხელა დრამა, არსებობს უამრავი ძველი კადრი, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ, არა მხოლოდ ოქტაგონში პირისპირ დადგმა, არამედ UFC ლონდონი, სადაც ერთმანეთს შეურაცხყოფდნენ და დაცვას მათი გაშუალება მოუწია. ისიც კი მსმენია, რომ მათი გუნდის წევრები დერეფნებში ჩხუბობდნენ. კამერები არ იღებდა, მაგრამ რამოდენიმე წლის ბორცვი ნამდვილად ისროლეს. მათ შორის მუდმივად იყო ცეცხლი და დაძაბულობა. ახლა კი ყველაფერი აბსოლუტურად იდეალურად ეწყობა. ბრძოლის სტრატეგიასა და გამძლეობაზე საუბრისას ჯო როგანმა და გეიჯიმ გაანალიზეს ის კონკრეტული დინამიკა, რამაც შედეგი განაპირობა. კერძო, თუ როგორ შეძლო გეიჯიმ ბრძოლის გაგრძელება მას შემდეგ, რაც დასაწყისში სხეულში მძიმე დარტყმები მიიღო. მათი თქმით, თოფურიას გადაწყვეტილება დიდი დარტყმების შემდეგ ფინიში პარტიაში შეცადა, ტაქტიკული შეცდომა აღმოჩნდა, რამაც ბრძოლის მსვლელობისას მისი თახლა გამოიწვია. ამ მოგების შემდეგ ყველამ დაეწყო სახელი. ბენუა მაინც ნაგავი იყო. ხომ ხვდებით, 2 დღის წინ კი ამბობდნენ, ბენუა პედის გრეპლერს გაანადგურებს, მასზე უკეთესი გრეპლერია და ძალიან დიდი დარტყმის ძალა აქვს. მაგრამ ხალხს უბრალოდ უყვარს ჩემთან მიმართებით წესების შეცვლა. შეცვალეთ რამდენიც გინდათ, სანამ მე ვიგებ ხუთს ვაკეთებ და მსოფლიო ჩემპიონობისკენ ნაბიჯებს ვდგამ. შეგიძლიათ ის თქვათ ჩემზე რას გინდათ. მენტალურ მხარეზე საუბრისას ჯასტინ გეიჯი განმარტავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლაში წინასწარ აკვიატებული მოლოდინების გარეშე შესვლა. მისი თქმით, სწორედ ეს საზროვნება აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სიმშვიდე იმ ქაოში, რაც ორთა ბრძოლის დაწყებისას იქმნება. მან იცოდა, რომ თოფურიას მაღალი პრესინგის სტილი მის წინააღმდეგ შემოbrunდებოდა, როგორც კი საწესე გეგმა ისე არ განვითარდებოდა, როგორც ილია ელოდა. არა, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ სრულად. ველოდი, რომ შინაგანად რაღაც შვებას ვიქორწინებდი, თითქოს არაფერი მქონდა დასაკარგი, რადგან ყოველთვის ამ ქამრისთვის ვიბრძოდი. ველოდი, რომ გავიღუძებდი და წნეხი ავტომატურად მოიხსნებოდა, მაგრამ არ ვიცი, ამათ ჯერ ვერ ვგრძნობ. დღების გასვლასთან ერთად ყოველ დღე უფრო და უფრო ვიაზრებ. 2 დღის წინ მამაჩი მომკითხა, როგორ იყო ჩემპიონის სტატუსით გაღვიძება და მე უპასუხე, რომ ამაზე ასე მიფიქრია მეთქი. მე დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთვის ვფიქრობ, შეჯიბრი, აი რა არის ეს თამაში, ძალიან აზარტული ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმავს. ბრძოლამდე წავღნიშნე, ილიას უმრავი სიმართლე ვუთხარი. ვფიქრობ, უდიდესი უპირატესობა, როცა ვინმე სასტიკ სიმართლეს ეუბნები, განსაკუთრებით მას ეთქებს, რადგან ეს მათ სიმართლისგან კიდევ უფრო შორს წევს. მას ვუთხარი. შეცდომას უშვებ, როცა ამხელა მოლოდინები გაქვს. და როცა მეორე, მესამე რაუნდში გადავართ და ყველაფერი ისე აწავა, როგორც დაგეგმე, ანელოდი, მერესაც წახვან მეთქი. ზუსტად ეს სიტყვები ვუთხარი და ამან ის რეალობას კიდევ უფრო დააშორა. სწორედ ეს არის უძლიერესი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა შედგეს პედი პიმბლეტისა და ილია თოფურიას ბრძოლა. თუმცა დროის ჩარჩოები ბევრად უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ფულის შემატკივრების მოთხოვნა. UFC 329-ზე ბენუა სენტ-დენის 52 წამში მახრჩობელა ილეთი დამარცხების შემდეგ პიმბლეტმა ამ წელს ბრძოლის ჩატარების პერსპექტივას ცივი წყალი გადაასხა. მან ხაზი გაუსვა ჯასტინ გეიჯისთან უკავდით მასკისას თოფურიას მიერ მიღებული თვალისებური ძვლების მოტეხილებას და აღნიშნა, აქტიური დარჩენა სურდა, არაპირებს ელოდოს მეტოქეს, რომელსაც შესაძლოა
2027 წლამდე ოქტაგონზე გამოსვლის ნებართვა არც კი მისცენ. ასე რომ, სანამ MMA-ის პროფესიონალები ამ ბრძოლის ორგანიზებას ითხოვენ, ორივე მებრძოლის ბოლო კომენტარები მიანიშნებს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ჰაერში შედარდებული. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გახდება თუ არა ეს დაპირისპირება 2026 წლის მთავარი მოვლენა, თუ მოგვიწევს მომავალ წლამდე მოცდა. მოეწონათ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა ადევნოთ თვალი მოვლენების განვითარებას. დროებით.